დღეს დილიდან საპროტესტო აქცია იმართება ყაზბეგის გამზირზე, სადაც მოქალაქეები Sky Residence-ის კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და ვიცით ასევე რომ ეს ტერიტორია ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილის ძმას. ახლა იქ ვითარება იძაბება, თუ რა ხდება ადგილზე, ამის შესახებ ჩვენი ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე მოგვიყვება უფრო მეც, რომელიც ახლა სწორედ ადგილზე იმყოფება. ნანო, გისმენთ რა ხდება ახლა ყაზბეგის გამზირზე? დიახ, თამარ, ალექსანდრე ყაზბეგის 30 ნომერი ფაქტობრივად ბლოკირებულია. მოსახლეობა იცავს იმ ადგილს, სადაც სამშენებლო კომპანია Sky Residence თითქმის 30 მეტრიანი კორპუსის მშენებლობას აპირებს. ერთ მხარეს არიან ამ კომპანიის Sky Residence-ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ხოლო ფაქტობრივად ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული. აქ მოსახლეობას ოპერატორს ვთხოვ, რომ გვიჩვენოს ეს კადრი, მოქალაქეები შიშველი ხელებით ფიზიკურად იცავენ პატრულის Sky Residence-ის წარმომადგენლებისგან ამ ტერიტორიას ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც აქ Sky Residence-ი შემოვიდა რამდენიმე წლის წინ და მათ გაუჩნდათ ინტერესი, რომ აქ 30 მეტრიანი კორპუსი აეშენებინათ, მათ კორპუსს გაუჩნდა ღრმა აბზარები და შეექმნა ისეთი სერიოზული პრობლემები, რომ აქ მცხოვრები ადამიანები დაახლოებით 130 ოჯახი ახლა დგას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სერიოზული რისკის ქვეშაც კი. როგორც ამას კადრში ხედავთ, აქ მობილიზებულია სატვირთო მანქანა, რომელიც დატვირთულია სავარაუდოდ სამშენებლო სხვა ინვენტარით, ასევე ადგილზე არის ბეტონის საქაჩი ტუმბო, სწორედ ბეტონის საქაჩი ტუმბოთი უნდა შემოიტანონ აქ შესაბამისი მასალა და ჩაასხან საძირკველი. სწორედ ეს აქვს დღეს კომპანია Sky Residence დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე და ამას ეწინააღმდეგებენ აქ შეკრებილი მოქალაქეები. გავესაუბრებით მოქალაქეებს, რომელიც შიშველი ხელებით ფიზიკურად იცავენ მშენებლებისგან და მშენებლობისგან ამ ტერიტორიას. მე აქვე გეტყვით, ვიდრე გავესაუბრებით აქ შეკრებილ ადამიანებს იმასაც, რომ ეს ტერიტორია, ეს ადგილი ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს. შემდეგ მან ეს ტერიტორია გაყიდა და კომპანია Sky Residence ახლა არის დაინტერესებული იმით, რომ აქ 30 მეტრიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენოს. იქამდე ვიდრე Sky Residence გაუჩნდებოდა თავისი ინტერესები აქ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 2021 წელს ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა შეიწყიდა ეს ტერიტორია, მაშინ აქ იყო მწვანე დაცული ტერიტორია, აქ იყო საბავშვო ბაღი ამნებართვის. მიღების შემდეგ მთელი ეს მწვანე ტერიტორია აქ ალექსანდრე ყაზბეგის 30 ნომერში განადგურებული და დანგრეულია საბავშვო ბაღი და აქ ახლა 30 მეტრიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რაც ირგვლივ არსებულ კორპუსებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს. ამაზე მეტყველებს ექსპერტიზის ის დასკვნები, რომლებიც ამ ადამიანებს ხელში აქვთ, თუმცა Sky Residence-ის წარმომადგენლები არც კი ინტერესდებიან ექსპერტიზის ამ დასკვნებით. ისინი ამბობენ, რომ არ არის ეს ანგარიშ გასაწევი დასკვნები და შესაბამისად მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, პრინციპში რაც უკვე მიღებული აქვს და დაიწყებენ აქ მშენებლობას. გავესაუბრები მოქალაქეებს. გამარჯობა, ქალბატონო ირინა, კიდევ ერთხელ რას ხედავთ პირველ რიგში ეს გითხარით? ერთ მხარეს ხართ მოქალაქეები, მეორე მხარეს არიან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, თავიანთი დაცვებით აქ მობილიზებულები და გიშლიან ხელს იმაში, რომ მინიმალური საპროტესტო აქცია მაინც გამართოთ. ბატონო, დავიცვათ ჩვენი და ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება, ჩვენი შვილების სიცოცხლე. ეს პრობლემა დაიწყო ზუსტად 1 წლის წინ. დაანგრიეს ბაღის შენობა, როგორც აღნიშნეთ უკვე. ამ ბაღის შენობის ჩვენ პრობლემა, არ გამოგვიხატია არანაირი პროტესტი. პროტესტი გამოხატეთ მას შემდეგ, უბრალოდ განვაცხადეთ იმის შესახებ მას შემდეგ, რაც ჩვენს სახლს გაუჩნდა ბზარები, ასევე გაიჭედა კარი. ერთ-ერთი კარი ისე გაიჭედა, რომ ბავშვი ჩაიკეტა სახლში და გამოვანგრიეთ კარი. ამის შემდეგ დაიწყო საძირკველმა დაზიანება, გაიხსნა თვითონ ავტოპარკინგის იატაკი, მიუმართეთ ყველანაირ ორგანოს, იქნებოდა ეს ანტიკორუფციული ბიურო, ბატონ პრემიერის სახელზეც შევიტანეთ გუშინ განაცხადი მოსახლეობამ, ასევე ვთხოვეთ მოლაპარაკებაზე წასვლა, შეხვედრები ჰქონდა ამ კომპანიასთან, თხოვნით, თუმცა არც ერთმა თხოვნამ არ გაჭრა. აი ახლაც თქვენ კადრში ხედავთ აგერ მოაყენეს მანქანა, რომელიც სავსეა ჯებირებით, ასევე დამხმარე ძალა, კულთმაგარი ბიჭები, ქალების წინააღმდეგ, აი ერთ-ერთი 10 სექტემბერს მსგავსი რაღაც მოხდა და მე პირადად ხელი დავიზიანე, ქალბატონმა აგერ მუხლი დაიზიანა, ესეც გავატარეთ, როგორც შეგვეძლო, იქნებ მოლაპარაკება შემდგარიყო. ექსპერტიზის დასკვნები გაქვთ თან ხომ, ეს რომ გვაჩვენოთ? კი ბატონო, არქიტრავი, ეს არის ჩვენი კომპანია, გამარჯვებული ტენდერში გამარჯვებული კომპანია
კომპანია, რომელსაც მხარი დაუჭირა, რა თქმა უნდა, მერიამ და ესე იგი დასკვნა დადო, რომ სანამ არ გამყარდება ჩვენი კორპუსი, ნახეთ ეს თარიღდება, ამას აქვს თავისი თარიღი, სანამ არ გამყარდება ჩვენი კორპუსი, მანამდე Sky Residence-მა არ უნდა გააგრძელოს მუშაობა. სამწუხაროდ 1 საათის წინ, არ ვიცი როგორ, რანაირად მოახერხეს, იყო Sky-ის წარმომადგენელი მისული არქიტრავის შეპესე არქიტრავთან და წარმოადგინა კონტრარგუმენტი. ეს არ ვიცი, რის საფუძველზე გააკეთეს, როგორ გააკეთეს, ან როგორ მისცეს ამისი უფლება. ეგ ერთი, რაც შეეხება კი ბატონო, რაც შეეხება, რა ვიცი, ჩვენ ვართ ცოცხალი ძალა, ერთ პირზე დგას სიცოცხლე, ბავშვების, მოხუცების, მეც მინდა სიცოცხლე ნამდვილად და მეორე მხარეს დგას ბიზნესი. მეტი არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესი. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ არ ააშენონ ან რა. ამისი წინააღმდეგები ჩვენ არ ვართ, მხოლოდ გვინდა გაამყარონ ჩვენი კორპუსი და შემდეგ დაიწყონ კორპუსის მშენებლობა და ერთსაც დავამატებ. წეღანაც შევთავაზეთ პირობები ჩვენს ესე იგი Sky Residence, ვთხოვეთ, იყო წარმოდგენილი 3 პირობა. პირველი, ეს იყო პროექტი, გამყარების პროექტი, მეორე ეს არის ზეგავლენა, ანუ რა გავლენას იქონიებს იმათი აშენებული, ეს არის კომპიუტერული მოდელირება და შემდეგ რა თქმა უნდა ზარალის ანაზღაურება, რა ზარალის ჩვენ მოგვაყენეს. ბინა არ არის დარჩენილი, აღარ ვამბობ უკვე არაფერს მასე სადარბაზოებზე, ბინა არ არის დარჩენილი, არ იყოს რიგელზე და საყრდენზე ბზარები. დიდი მადლობა. აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრები, როგორც ეს მოისმინეთ თქვენს წინა კომენტარიდან, მოქალაქეები, აქ მცხოვრები ადამიანები არ არიან წინააღმდეგნი, რომ აქ აშენდეს კორპუსი, ამბობენ, რომ ჯერ ირგვლივ არსებული კორპუსები უნდა გამყარდეს, გამაგრდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მშენებლობა. გამარჯობა. გითხარით უფრო მეტი იმ რისკებისა და საფრთხეების წინაშე, რომელთა წინაშეც დგახართ თქვენ ახლა და დადგებით იმ შემთხვევაში, თუ კი აქ 30 მეტრიანი კორპუსი აშენდება. თუ გამაგრება არ იქნება გაკეთებული და ისე გაგრძელდება მშენებლობა, ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ შეიძლება ის დახმარება, რაც მერიამ გამოგვიყო, უკვე აზრს კარგავდეს. ჩვენ ეხლა ამ წუთას წავედით მოლაპარაკებაზე, ისევ გავაცანით ჩვენი შეთანხმების, ასე ვთქვათ, პირობები და უთხარით, გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ჩატარდეს რაღაც კიდევ დამატებითი კვლევები და ამის შემდგომ კი ბატონო გააგრძელეთ. არც კი გვითხრეს პასუხი, მაგის ღირსადაც კი არ ჩავთვალეს, რომ ან კი ეთქვათ, ან არა, ეგრევე მოგვაყენეს მანქანა. და აი ეხლა აქ კიდევ უნდა ვიდგეთ და უყუროთ მოვლენ თუ არ მოვლენ ამ მანქანით. დიდი მადლობა, დაგიტოვებთ კადრს. აქ არიან სამშენებლო კომპანია Sky Residence-ის წარმომადგენლები, თავენთი დაცვებით მობილიზებული ტერიტორიაზე, მოსახლეობა რჩება ადგილზე, ისინი ადრიან დილიდან არიან შეკრებილები ტერიტორიაზე, ფიზიკურად შიშველი ხელებით იცავენ იმ ადგილს, სადაც იყო აქამდე საბავშვო ბაღი, იყო მწვანე დაცული ტერიტორია, მე როგორც გითხარით, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მფლობელობაში იყო 2022 წლის ჩათვლით ეს ტერიტორია, ახლა მას დაეპატრონა სამშენებლო კომპანია Sky Residence, ვნახოთ როგორ განვითარდება ადგილზე მოვლენები. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ თავენთი შვილების ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყველაფრის ფასად დაიცავენ.